კარგი კითხვა არის მართლა ახალი რაღაც ახალი ლექსიკის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ჩვენი რეალობის აღსაწერად, იმიტომ რომ ვამბობთ ამას ხშირად, მაგრამ მე მგონი ხშირად თლად ბოლომდე არ ვიაზრებთ, რას ნიშნავს, რომ ეს უპრეცედენტო რეჟიმი არის, რომ ესეთი ხელისუფლება, ესეთი ძალაუფლება, ესეთი მართველი, პატრონი ამ ქვეყანას არასოდეს არ ყოლია და თავისთავად შესაბამისად ის ფორმებიც, რომელიც ის იყენებს ავტორიტარი, ანუ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რეპრესიისთვის და ქვეყნის მართვისთვისაც ძალიან განსხვავებული არის და ეს განსხვავებულობა რაღაც ჰიბრიდულობაშიც მდგომარეობს და არა ერთგვაროვნებაში, ხო? ამით ინარჩუნებს მათ შორის ამ ბუნდოვანებას, რა სტრატეგიულ ბუნდოვანებას ვეძახით, რომ ერთგან ერთი ხდება და მეორეგან მეორე ხდება და ერთი ამყარებს იმ ნარატივს, რასაც თვითონ ღაღადებს და მეორე შეიძლება რაღაცა სხვას, მაგრამ ის გამოტოვებულია, თქვათ, მათი პროპაგანდისტული ბადიდან. ზოგადად მე რო თქვენთან მოვდივარ ხოლმე, ბოლო რამდენი ეთერის ყოველთვის ვლაპარაკობ თვითონ ქართული ოცნების საინფორმაციო ომის ნარატივის ანატომიაზე და იმაზე და უფრო ხშირად ვამბობ ხოლმე იმას, რომ ისინი ძალიან თანმიმდევრულები არიან თავის პოლიტიკაში. ეხლა სხვა რაღაცა მინდა ვთქვა. იმიტომ რომ თანმიმდევრულობას და რაღაცა ინსტრუმენტების ეფექტურობაც არის დამოკიდებული იმ რაღაც განლაგებაზე, ან რომელიც არსებობს იმ მოცემულ ეპოქაში ან მომენტში, ხო? ან ხო, ეს განლაგება თავისთავად გულისხმობს გეოპოლიტიკურ ბრძალთა ბალანსს და განლაგებასაც, ანუ რა ისტორიულ მომენტშია სამყარო და ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესსაც. ამ შემთხვევაში და ისევე როგორც ამ სოციოდემოგრაფიულ რაღაცა პარამეტრებს, ან ურთიერთმიმართებებს. და ძალიან დიდი ხანი ეს მათი პოლიტიკა და პროპაგანდა, საინფორმაციო ომის ყველაფერი თანმიმდევრული იყო თავის თავთან მიმართებაში და იმ სამყაროსთან მიმართებაში, იმ მომენტთან მიმართებაში, რომელშიც ჩვენ გეოპოლიტიკურად ვარსებობთ. თავის დროზე ობამას ადმინისტრაციის დამთხვევის კუთხითაც რუსე ბიზნა ივანიშვილი მოვიდა აქ საქართველოში ხელისუფლებაში. მან სწორად მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე დალაგება კომუნიკაციის და იმ ორსახოვნების, რაზეც საუბრობთ. არა, იმიტომ რომ ის სრულიად სხვა თვითონ მისი პოლიტიკაც განსხვავებული იყო, რაღაცა დემოკრატიის და ღირსების აღდგენაზე, უფრო დიდ დემოკრატიაზე ლაპარაკობდა, ევროპის კენსვლას არ აჩერებდა, ამიტომ ამ გლობალურადაც რუსეთში დებოდა ჯერ კიდევ იმ პარადიგმაში და თან ძალიანაც არ შეგაწუხებთ ის, რომ რუსეთს არ გავეკვეხები ეკალივით, ხო? ესეთი პოლიტიკა. არ ვიქნები დაპირისპირების საგანი. ხო, ეს ეხა სხვა მდგომარეობაში, ხო, აი სერგო რატიანმა თავის ინტერვიუში დაამთავრა, რომ ჩვენო სუსტი რგოლი ვართ ეხლა რეგიონშიო და რაღაცნაირად მაქედან ვაგრძელებ მე, ხო? ეხლა აი ეს თანმიმდევრული პოლიტიკა ქართული ოცნების დებდა ფსონს ანუ ყველა ფსონი დადო სამ რამეზე. ერთი, რომ რუსეთი მოიგებს ომს, მეორე, რომ ეკონომიკას ამუშავებს იმ შავი ფულით, რომელიც ცირკულირებს ჩვენ ქვეყანაში და მესამე, ყველა სახალხო პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებს, გათვლილი აქვს შეშინებულ ხალხზე. და ეხა ეს ვითარება ხო, როგორ იცვლება, ხო, ერთი, აი არ ვთქვათ, რომ რუსეთი წააგებს ომს, მაგრამ რუსეთი ვერ იგებს ომს. და პირველად არის, რომ თუ ვთქვათ, იქამდე გეოპოლიტიკური ვითარება ესეთი იყო, რომ იცი რა, ჩვენ არ გვინდა რუსეთთან დაპირისპირება დასავლეთისთვის ესეთი იყო, ხო, არ და თავისი ორბიტა აქვს და იყოს იმ ორბიტაში რაღაცა ის ორბიტა შეეჭხირება რაღაცეებში. ხო, ეხლა არის ძალიან განსხვავებული ვითარება. რუსეთი ვერ იგებს ომს, ანუ თვითონ სუსტება და თვითონ კრიზისში შედის. და მთელი დასავლური სამყარო არის დარაზმული რუსეთის წინააღმდეგ. ამ და დიდი დაპირისპირების შუაში არის ეს რეგიონი გაჩხერილი, მათ შორის იმიტომაც, რომ ამ დაპირისპირების ნაწილი არის ირანიც და ჩინეთიც.
და ქართულმა ოცნებამ ყველა გათვლა გააკეთა რუსეთის მხარეს, ხო? ანუ ამიტომ არის რომ აპარპაშებს აქ ირანს, ხო და ამიტომ არის რომ ჩვენი ქვეყანა არის რუსეთის, ახლა დღეს გაქვთ ხო მე მგონი მაგაზე სიუჟეტი, სანქცირებული ტანკერი რო ჩამოდგა და დაცალა ამისთვის